მოგესალმები ძვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვთქვა ბათუმში გარდაცვლილი ორი ანგელოზის გამო ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და არ ვიცი აი ენით აღუწერელია ის ტრაგედია და ვერც ვერაფერს ვერ იტყვი ასეთ სიტუაციაში რა უნდა თქვა კაცმა არასრულწლოვანი დაიღუპა ბავშვები ხალვაშის გამზირის 188 მიმდებარედ წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116 მუხლით დაიწყო რაც გაუფრთხილებლობით ციცოცხლის მოსპობას გულისხმობს ბაბუა მამი იყო და თვითონ ეს ბავშვი ვია რო იყო და იგი მე ვთხარი ხوار არის და ჩუსტები წყალში იყო ეს ჩუსტები მე მოგიდე ხელდა ამევიღე წყლიდან და გვერდზე გადმოვაწვა დაღობილია სახლი იყო უბრალოდ წმინდავდნენ იმას თუ ნაგავ ჩვენ ვთხარით გაიტანეთ აქედან მეთქი მუსორები რო იყო ქვისიგენი გაიტანეს მაგით შეედობლობას მაგი არ ეხება ღმერთმა ქნას რომ ეს იყოს ბოლო ტრაგედია ჩვენი ქვეყნისათვის, იმიტომ რომ ეს ადამიანები ოჯახებს დააკლდნენ და საქართველოსაც და არ ვიცი, აი ესეთი შემოვიდა ჩვენში, აი ამდენი უბედური შემთხვევა ერთბაშად, არ ვიცი, ძალიან მძიმეა, მაგრამ ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი არის ის, რომ აი ეს ნაცხროვა, ეს სვავებზე დაგეშილი ადამიანები აი ამ ტრაგედიასაც რო სათავისოდ იყენებენ. აური იყო აქტივისტ ხათუნა ბერიძეს რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა ადგილობრივები დაუპირისპირდნენ და ტერიტორიიდან გააძევეს. მიხათის უბედნიერობაზე ამას რატო აკეთებთ? ვისთვის აკეთებთ ამას? რისთვის აკეთებთ ამას? ეს გახარით თქვენ და ამით ვაკეთებთ ამას. სიხარულისთვის აკეთებთ, გაჭიმებისთვის ამას არ აკეთებთ. არ აკეთებთ, არა. ეს დონიკეშოთი როდის არ მოვიდა და როდის არ მოვიდა ამ ხალხის წინაშე. რომ ადამიანი უხელი ამოვიდა და მათ ვაკეთებთ ამ კარიხა. თეთრიმიდან ლაბარაკო. სიტყვილი ნამუსი მართლა არ გაგაჭირა. ეხლა ხვალისთვის არ გიქო თქვენი შვილის ოჯახისთვის რა პრობლემა? გაჭირეთ მიკროფონი. შემოდიან გაროჩე ოპოზიციის არხები რაღაცებს გაროჩე იგონებენ ვიღაცებს გაროჩე ალაპარიკებენ რომ რაღაცა პანიკა გამოიგონო მაგრამ ჩვენ პანიკა არ გვჭირდება ჩვენ ყავს გარდაცვლილი შვილები უნდანან გაროჩე რომ რაღაცა შუღლი შემოიტანონ შვილის მშობლებთან ოჯახის მაცხოვრებლებთან და თავრობასთან ხელისუფლებასთან მედი არაფერი შუღლი ჩაგდება უნდათ ესე იგი არ ვიცი მეგობრებო როდემდე შეიძლება რომ ვითმინოთ ამ ადამიანების გამოხტომები. აი, ესე იგი მივიდნენ იქ ოჯახის წევრებთან ეს განსაკუთრებით ეს ნატო გოგელია, რომელსაც ერთი ჩააცვან თეთრი ფორმა და წაიყვანონ სადაც საჭიროა. იქ არის მე მგონი ფსიქიატრიული კლინიკა. რა უბედურება შეიძლება შუა ესე იგი ხალხი გამწარებული ამნარი ტრაგედია მოხდა და დაიწყო იქ ამ ჟურნალისტებმა იქ მთავრობის საწინააღმდეგო რაღაცა და გამოაგდეს პაღურის ყრით ღირსებიც იყვნენ. ხო არ შეიძლება ყველაფერი გამოიყენო ესეთი რამე ესენი ისეთი ხალხია გეუბნებით ხალხო იმაში გასვენებაში გააკეთებენ პირდაპირ ეთერებს. გავლენ, შევლენ გასვენებაში და ქელეხი და პირდაპირ ჩართვებს იქნებათ ალბათ რა. ესეთი საშინელება არ ვიცი რა და მერე ლაპარაკობენ აიო ვიღაცა იქ რაღაცა ორატორობით აიო ჩვენო რაღაცა იქითოსად მაშინ დაცულიყო იცით რა ასეთი უბედური შემთხვევებისგან დაზღვეული სამწუხაროდ არავინ არ არის ეხლა მაგრამ ბიჭო სააკაშვილი უბედური შემთხვევა კი არა ბავშვებს იჭერდა აი ვიზე ლაპარაკობთ ხალხო ეს ზერეკიდის ამბავი ავიღეთ ესეთი არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი ციხეში გაუშვა და ბურთი გადაუვარდა ბავშვს და იმის გამო ციხეში გაუშვეს და რამდენი საშინელებები გააკეთეს აღარც მინდა ამაზე ლაპარაკი და ეს ხალხი ჩვენ გვიკითხავს დოტაციას რომ თურმე რაღაცა ეს ეხლა მთავრობის ბრალი ყოფილა იქ რაც მოხდა
აი საშინელება ის რაც მოხდა და 10 ჯერ მეტი საშინელება არის, რასაც ეს აი გვამებზე დაგეშილი ხალხი აკეთებს. დღეს ჩვენ გვექნება საუბარი სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის აი ბოლო პერიოდში მსოფლიოში განვითარებულ პროცესებზე, რუსეთ-უკრაინის ომს შევეხებით, იმიტომ რომ ეს ფართოდ მინდა გავშალოთ ეს საკითხი ჩვენ კარგახანია ეს ექსპერტთან, სამხედრო ექსპერტთან არ გაგვივლია და აქედან გამომდინარე გვინდა რომ ამ თემას შევეხოთ მაქსიმალურად. მე ერთი რამე შემიძლია თქვა რომ მსოფლიოში ძალიან დიდი ცვლილებები ხორციელდება. მე არ ვიცი ამერიკის პრეზიდენტი აგერ ეხა გუშინ გამოვიდა ვიცე-პრეზიდენტი მიუნხენში. დიდი მადლობა დამსწრე საზოგადოებას, დელეგატებს, გავლენიან ადამიანებს, მედიას, განსაკუთრებული მადლობა მიუნხენის კონფერენციის მასპინძლებს. მათ შესანიშნავი ღონისძიების ჩატარება უზრუნველყვეს. მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით თქვენთან ერთად. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მე დღეს საუბარი მსურს, გახლავთ ჩვენი საერთო ღირებულებები. მიხარია გერმანიაში დაბრუნება. ალბათ იცით, რომ მე აქ გასულ წელსაც ვიყავი სენატორის რანგში. შევხვდით გაერთიანებული სამეფო საგარეო მდივანს და გავიხუმრეთ, რომ წელს ორივეს უკვე სხვა სამსახური გვაქვს. ახლა კი დროა, რომ ჩვენმა სახელმწიფოებმა, ჩვენ, ვისაც ხალხმა მოგვცა პოლიტიკური ძალა, გამოვიყენოთ ეს ძალა სწორედ ხალხის საკეთილდღეოდ. აქ ყოფნისას მომეცა საშუალება, რომ ქალაქშიც გავსულიყავი. კონფერენციის კედლებს მიღმა, მე გაოცებული ვარ გულითადი მასპინძლობით, მიუხედავად გუშინდელი საშინელი თავდასხმისა. მიუნხენში პირველად ჩემს მეუღლესთან ერთად ჩამოვედი. ის დღესაც აქ არის ჩემთან ერთად. ჩემი პირველი ვიზიტი იყო პირადი. მე ყოველთვის მიყვარდა ეს ქალაქი და მისი ხალხი. სურს მოგისამძიმროთ ეს ტრაგედია. ამ ულამაზესი ქალაქის საზოგადოებას დიდი წუხილი დაატყდა თავს და ჩვენ ამ ტკივილს ვიზიარებთ. ვლოცულობთ თქვენთვის, გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი. იმედია ეს აპლოდისმენტების ბოლო წყება არ არის დღეს. ჩვენ ამ კონფერენციაზე უსაფრთხოების განსახილველად შევიკრიბეთ. როგორც წესი, საუბარი ეხება გარე მტრულ ძალებს. მე ვხედავ ბევრ ღვაწლმოსილ სამხედრო მეთაურს. მიუხედავად ამისა, ტრამპის ადმინისტრაცია მეტად დარდობს ევროპის უსაფრთხოებაზე. მას სჯერა, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის გონივრული შეთანხმების მიღწევა. ამავე დროს გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ევროპის მიერ მომავალ წლებში საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა უფრო დიდი წვლილის შეტანა. ევროპასთან დაკავშირებით უდიდესი საფრთხე არც რუსეთია და არც ჩინეთი. ეს საფრთხე, ჩემი აზრით, არა გარედან არის მართული, არამედ შიგნიდან. ევროპის მიერ ფუნდამენტური ღირებულებებიდან გადახვევა. იმ ღირებულებების უარყოფა, რომელიც მას ამერიკის შეერთებულ შტატებთან აერთიანებს. მე ელდა მეცა, როდესაც ვიხილე ყოფილი ევროკომისრის ინტერვიუ. ის კმაყოფილებას ვერ მალავდა, რომ რუმინეთში შემდგარი არჩევნების შედეგები გაუქმდა. მან გაგვაფრთხილა, რომ თუ საქმე შესაბამისად არ წავა, იმავეს ვიხილავთ გერმანიაშიც. ასეთი აგდებული განცხადებები შოკის მომგვრელია ამერიკელისთვის. წლებია გვეუბნებიან, რომ ყველაფერი, რასაც ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ, არის სწორედ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების სახელით დაწყებული უკრაინით დამთავრებული ციფრული ცენზურით. არის შექმნილი დემოკრატიის დაცვის მიზნით, მაგრამ როდესაც ვხედავთ ევროპული სასამართლოების მიერ არჩევნების შედეგების გაუქმებას, ევროპელი მაღალჩინოსნების მიერ მომდევნო არჩევნების გაუქმების მუქარას, ამავე დროს საჭიროა ვიკითხოთ, არის თუ არა ეს შესაბამისი სტანდარტი. მე ვამბობ ჩვენ. რადგან მჯერა, რომ ერთი გუნდის წევრები ვართ. დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბარზე მეტად საჭიროა დემოკრატიულად ცხოვრება. აქ მყოფთაგან ბევრს გახსოვთ, რომ ცივი ომი შემდეგს ეხებოდა. დემოკრატიის დაცვას კონტინენტზე გაცილებით უფრო ტირანული ძალებისგან ერთი მხარე ამ ბრძოლაში აჩუმებდა დისიდენტებს, ხურავდა ეკლესია მონასტრებს, აუქმებდა არჩევნებს. ისინი ვინ იყვნენ? კარგი მხარე? თავისთავად არა. მადლობა ღმერთს, რომ მათ ცივი ომი წააგეს. მათ წააგეს ცივი ომი, ვინაიდან ისინი პატივს არ სცემდნენ თავისუფლების მიერ მოტანილ არაფერ დადებითს, მოულოდნელობის, სიურპრიზის თავისუფლებას, შეცდომის დაშვების თავისუფლებას, გამოგონებას, მშენებლობას. როგორც აღმოჩნდა, არ შეიძლება ვინმეს მიანიჭო ინოვაციის ან გნებავთ შემოქმედების უფლება. შეუძლებელია აიძულო ხალხი რა იფიქრონ, რა იგრძნონ და რა სწამდეთ. ეს ყველაფერი კავშირშია. სამწუხაროდ, დღეს, როდესაც მე ევროპას ვუყურებ, ბუნდოვანია თუ რა ბედი ეწია ცივ ომში გამარჯვებულთა შორის ზოგიერთს.
ვხედავ ბრიუსელს, სადაც ევროპელი კომისრები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ აპირებენ კრიზისის დროს სოციალური მედიის ჩახშობას. როგორც კი თავად ჩათვლიან, რომ საქმე აქვთ ბრჭყალებში სიძულვილთან. აქ, გერმანიაში, პოლიცია მოქალაქეების წინააღმდეგ რეიდებს აწყობს ანტიფემინისტური განცხადებების ინტერნეტში გამოქვეყნებისთვის. ისინი ებრძვიან მოგონილ მიზოგენიაში. რა ხდება შვედეთში? 2 კვირის წინ ხელისუფლებამ ქრისტიან აქტივისტს მსჯავრით დასდო. საქმე კი შემდეგშია, ბრალდებული ყურანის დაწვაში მონაწილეობდა. ეს ინციდენტი საბოლოო ჯამში მისი მეგობრის მკვლელობით დასრულდა. მოსამართლემ კი განაცხადა, რომ შვედეთის კანონმდებლობა, რომელიც ვითომ გამოხატვის თავისუფლების დაცვის პრინციპებზეა მორგებული, თურმე არ უზრუნველყოფს ამ თავისუფლებას. მე ვიმეორებ შვედი მოსამართლის სიტყვებს. არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, როდესაც ამბობ, ან აკეთებ ისეთ რამეს, რამაც შეიძლება რომელიმე ჯგუფის მრწამსი დააკნინოს. ყველაზე მეტი შეშფოთებით კი ჩვენს ძვირფას მეგობრებს გაერთიანებულ სამეფოს ვადევნებ თვალს, სადაც სინდისით ნაკარნახებმა კანონმდებლობის უკან დახევამ მორწმუნე ბრიტანელთა უფლებები განსაკუთრებით შეწყვიტა. 2 წლის წინ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ საშინელი ბრალი დასდო ადამ სმით კონორს, 51 წლის ფიზიოთერაპევტს, ვეტერანს, 50 მეტრის დაშორებით აბორტის კლინიკიდან დგომისა და ჩუმად ლოცვის მიზეზით. მას არავინ შეუწუხებია, არავის გასაუბრებია, უბრალოდ თავისთვის ლოცულობდა. ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ის შეამჩნიეს და კითხეს, რისთვის ლოცულობდა. ადამმა კი უპასუხა, რომ ის მისი დაუბადებელი შვილის ადამისთვის ლოცულობდა, რომელიც ის და მისმა შეყვარებულმა რამდენიმე წლის წინ დაკარგეს. ოფიცრებზე ამას დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია და ის დღეს მსჯავრდებულია მთავრობის მიერ მიღებული ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონების კანონით, რომელიც დანაშაულად აცხადებს ლოცვას და სხვა ქმედებებს, რომელმაც შესაძლოა აბორტის კლინიკაში მყოფზე გავლენა იქონიოს. მას 1000 ფუნტის გადახდა მოუწია. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ეს ერთეული შემთხვევაა. კანონის ცუდი და შეშლილი ინტერპრეტაცია ერთი ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი შეცდომა, მაგრამ ეს ასე არ გახლავთ. რამდენიმე თვის წინ შოტლანდიის ხელისუფლებამ იმ მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც ეგრეთ წოდებული უსაფრთხო წვდომის ზონების სიახლოვესაა, გაუგზავნა მითითება, რომ თავი შეიკავონ საკუთარ სახლშიც კი ლოცვისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შესაძლოა უკანონო ქმედებად ჩაითვალოს. ხელისუფლებამ ამავე დროს მოუწოდა მოქალაქეებს ამცნონ შესაბამის უწყებებს თანამოქალაქეთა მიერ ამ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში სიტყვის თავისუფლება უკან იხევს. ვაღიარებ, რომ ხანდახან ცენზურისკენ ყველაზე ხმამაღალი მოწოდებები ხშირად არა ევროპიდან, არამედ ჩემი ქვეყნიდან ისმოდა. გასულმა ადმინისტრაციამ დეზინფორმაციასთან ბრძოლის სახელით სოციალური მედიის კომპანიებს ცენზურისკენ უბიძგა. დეზინფორმაცია უწოდეს მაგალითად კორონავირუსის ჩინური ლაბორატორიიდან წარმოშობის შესახებ თეორიას. ჩვენივე სახელმწიფოს ხელისუფლება მოუწოდებდა კერძო კომპანიებს, რომ რაც დღეს უკვე დადასტურებულია, იმის თაობაზე ისაუბრონ. მე დღეს თქვენთან მოვედი არა მხოლოდ ჩემი დაკვირვების გაზიარების მიზნით, არამედ ასევე შეთავაზებით, ისევე როგორც ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობდა გაეჩუმებინა ხალხი. ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს გააკეთოს ზუსტად საპირისპირო. იმედი მაქვს, რომ ამ თვალსაზრისით ვითანამშრომლებთ. ვაშინგტონში ახალი შერიფია დონალდ ტრამპის მეთაურობით შესაძლოა რიგ საკითხებში განსხვავებული აზრი გქონდეს, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს უფლებას, რომ თქვენივე შეხედულებები ნებისმიერ ადგილას გამოთქვათ, განურჩევლად იმისა, ვთანხმდებით თუ არა. ამჟამინდელი ვითარება იმდენად მძიმეა, რომ რუმინეთში ადგენენ და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უბრალოდ გააუქმეს. ამ გადაწყვეტილებას კი საფუძვლად სადაზვერვო სააგენტოს მყიფე ეჭვი დაედო. მეზობელი სახელმწიფოების უდიდესი ზეწოლის მხარდამხარ. მე რამდენადაც ვიცი, მთავარი არგუმენტი ამ არჩევნების შედეგების გაუქმებისა იყო რუსული დეზინფორმაციის კამპანია. მე ვთხოვ ჩემს ევროპელ კოლეგებს, ჰქონდეთ შემდეგი თვალსაზრისი. შეგიძლია გჯეროდეს, რომ არასწორია არჩევნებზე ზემოქმედების მიზნით რუსეთის მიერ სოციმედიაში რეკლამის შეძენა. ჩვენ ასე ვფიქრობთ, ეს ყველგან შეგიძლიათ დაგმოთ, მაგრამ თუ თქვენი დემოკრატიის განადგურება რამდენიმე 1000 დოლარით არის შესაძლებელი ციფრული რეკლამით სხვა სახელმწიფოების მიერ, მაშინ თქვენი დემოკრატია არც თუ ისე ძლიერი ყოფილა. კარგი სიახლე ის გახლავთ, რომ მიმაჩნია, რომ თქვენი დემოკრატიები გაცილებით უფრო ნაკლებად მსხვერპლადია, ვიდრე ბევრს ეშინია. ჯერა რომ ჩვენს მოქალაქეებს თუ მიეცემათ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება, მათ მხოლოდ გააძლიერებს. დავუბრუნდეთ მიუნხენს. ამ კონფერენციის ორგანიზატორებმა დაბლოკეს პოპულისტები კანონმდებლები, როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე ფლანგიდან. ვიმეორებ, ჩვენ არ არის აუცილებელი, რომ თანხმდებოდეთ რაიმესთან დაკავშირებით, რასაც ხალხი ამბობს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება მანდატს,
და ხალხის წარმომადგენელს დიალოგი ჩვენი ვალია. ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს ბევრს ეჩვენება, რომ საქმე გვაქვს ძველი ინტერესებთან. ეს ინტერესები კი დამალულია ისეთი მახინჯი და საბჭოთა სიტყვების მიღმა, როგორებიცაა დეზინფორმაცია. მათ კი უბრალოდ არ მოსწონთ, რომ ვინმეს შესაძლოა განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს. კიდევ უარესი ხმა განსხვავებული გემოვნებით მისცეს, ან საერთოდ საშინელება თუ მოხდა და მეორე მხარემ გაიმარჯვა არჩევნებში. ეს გახლავთ უსაფრთხოების კონფერენცია და აქ ყველა შევიკრიბეთ იმაზე სასაუბროთ, თუ როგორ შეიძლება რომ გაზართოთ თავდაცვითი ხარჯები ახლო მომავალში. ეს კარგია, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა. ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა გაცილებით უფრო დიდი როლი უნდა შეასრულონ ამ კონტინენტის მომავალში. მე არ მომწონს ტერმინი ტვირთის გაზიარება, მაგრამ ალიანსის წევრობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ევროპელებმა უფრო მეტი ძალისხმევა ჩადონ, მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღება მიპყრობილია მსოფლიოს სხვა საფრთხეში მყოფი კუთხეებისკენ. ამავე დროს მაინტერესებს, როგორ აპირებთ თავდაცვითი ბიუჯეტის ჩამოყალიბებას, როდესაც არ ვიცით, რას ვიცავთ. ბევრი საინტერესო საუბარი მქონდა და ხშირად საუბრობენ თუ რისგან არის თავდაცვა საჭირო და ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის და ბევრი ევროპელი მოქალაქისთვის ცოტათი გაუგებარია, რისთვის იცავთ თავს. რა არის ის დადებითი საერთო ხედვა, რომელიც სულდგმულობს უსაფრთხოების ამ ფაქტში? რა არის ის, რისიც ასე გვწამს? მე მწამს, რომ არ არსებობს უსაფრთხოება, როდესაც გეშინია შენი ხალხის ხმისა და სინდისის. ევროპა ბევრი საფრთხის წინაშეა, მაგრამ ამ ეტაპზე კონტინენტი და ჩვენ ერთად ვართ ჩვენს მიერვე შექმნილი კრიზისის წინაშე. შენი ამომრჩევლის თუ გეშინია, ამერიკა ვერაფერს გიშველის. ვერც იმ ხალხისთვის გააკეთებთ რამეს, ვინც მე და პრეზიდენტი ტრამპი აგვირჩია. ამერიკა თქვენთვის არაფერს გააკეთებს. თქვენ გესაჭიროებათ დემოკრატიული მანდატი, რომ რამეს მიაღწიოთ ახლო მომავალში. საპირისპირო შემთხვევაში გველის არასტაბილური შედეგები. ამავე დროს კი ბევრია შესაძლებელი სწორედ ისეთი დემოკრატიული მანდატით, რომელიც გვესახება. თუ თქვენ აპირებთ ისარგებლოთ კონკურენტუნარიანი ეკონომიკებით, თუ აპირებთ ისარგებლოთ ხელმისაწვდომი ენერგიით და უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვით, მაშინ გჭირდებათ მართვის მანდატები. ამიტომ ამ ყველაფრით სარგებლობისთვის რთული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის ამერიკაში. თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს ოპონენტების ცენზურით ან ციხეში ჩასმით. იქნება ეს ოპოზიციის ლიდერი, თავმდაბალი ქრისტიანი, რომელიც საკუთარ სახლში ლოცულობს, თუ ჟურნალისტი, რომელიც ცდილობს გააშუქოს ახალი ამბები. ამას ვერც თქვენი ძირითადი ელექტორატის უგულებელყოფით მოიპოვებთ. ისეთი შეკითხვების დასმით, როგორიცაა, ვის აქვს უფლება გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი, ყველა დაძაბულობის გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებსაც აქ წარმოდგენილი ერები აწყდებიან, მე მჯერა, რომ მასობრივი მიგრაციაზე უფრო აქტუალური არაფერია. დღეს ამ ქვეყანაში მცხოვრები თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი საზღვარგარეთიდან გადმოვიდა. ეს, რა თქმა უნდა, ყველა დროის უმაღლესი მაჩვენებელია. მსგავსი რიცხვია შეერთებულ შტატებშიც, ასევე ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მხოლოდ 2021-2022 წლებში გაორმაგდა იმ ემიგრანტების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში არა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შევიდნენ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ეს მაჩვენებელი ბევრად გაიზარდა. ჩვენ ვიცით, რომ ეს ვითარება არსაიდან არ წარმოჩენილა. ეს არის 10 წლეულების განმავლობაში მთელი კონტინენტის მასშტაბით და მის მიღმა სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ მიღებული გააზრებული გადაწყვეტილებების შედეგი. ამ გადაწყვეტილებების შედეგად გამოწვეული საშინელება სწორედ ამ ქალაქში ვიხილეთ და რა თქმა უნდა არ შემიძლია ამაზე ხელახლა საუბარი იმ სხვერპლებზე ფიქრის გარეშე, რომლებსაც მიუნხენში მშვენიერი დღე გაუნადგურეს. ჩვენი აზრები და ლოცვები მათთან არის და ასეც იქნება. მაგრამ რატომ მოხდა ეს? ეს საშინელი ამბავია, მაგრამ ეს არის ამბავი, რომელიც უკვე ძალიან ბევრჯერ ვიხილეთ ევროპაში და სამწუხაროდ ძალიან ბევრჯერ შეერთებულ შტატებშიც. ამ კონტინენტზე არც ერთი ამომრჩეველი არ მისულა უბანზე მილიონობით მიგრანტისთვის საზღვრების უკონტროლო გახსნისთვის მხარდასაჭერად. ბრიტანეთში კი ბრექსიტი აირჩიეს. მთელი ევროპის მასშტაბით ირჩევენ ლიდერებს, რომლებიც უკონტროლო მიგრაციის შეჩერებას პირდებიან. შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ მჯერა რომ ადამიანების უმრავლესობას ადარდებს საკუთარი სახლი, მიზნები, უსაფრთხოება. უნდათ ჰქონდეთ შესაძლებლობა რომ გამოკვებონ ოჯახი. ადამიანები გონიერები არიან. სწორედ ეს ვისწავლე პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ ამაზე დავოსში, რამდენიმე მთის იქით ჩვენი საზოგადოების წევრებს თავი განათლებულ ცხოველებად არ მიაჩნიათ. გლობალური ეკონომიკის ჭანჭიკებად და არავის სურს იყოს ლიდერების მიერ იგნორირებული მასა. დემოკრატიის საქმეა პასუხი გასცეს ამ კითხვებს. მიმაჩნია, რომ ხალხისთვის ზურგის შექცევა, მედიის, არჩევნების გაუქმება, ხალხის პოლიტიკური პროცესისგან გამოთიშვა დემოკრატიის განადგურების წინაპირობაა. ხმის ამაღლება და განსხვავება
განსხვავებული აზრი არჩევნებში ჩარევას არ გულისხმობს, თუნდაც ეს გავლენიანი ადამიანი იყოს საზღვრებს მიღმა. თუ კი ამერიკულმა დემოკრატიამ გრეტა თურნბერგს გაუძლო 10 წელი, თქვენს გაუძლებთ ილონ მასკს რამდენიმე თვე. ვერც გერმანული, ვერც ამერიკული, ვერც ერთი დემოკრატია ვერ გაუძლებს საკუთარი ამომრჩევლისთვის ზურგის შექცევას. დემოკრატია ეფუძნება წმინდა პრინციპს, რომლის თანახმადაც ხალხი მნიშვნელოვანია. არ არის სხდების ადგილი, ან ამ პრინციპს იცავ, ან არა. ევროპელ ხალხს აქვს ხმა, ევროპელ ლიდერებს კი არჩევანი. მე მჯერა რომ მომავლის არ უნდა გვეშინოდეს, უნდა მიიღო ხალხის აზრი, თუნდაც მოულოდნელი, მიუღებელიც. ამ შემთხვევაში მომავალს შეხედავთ თავდაჯერებით, ვინაიდან გეცოდინებათ, რომ ერი ზურგს გიმაგრებთ. ეს არის დემოკრატია. დემოკრატია არ არის მხოლოდ ქვის შენობები და სასტუმროები, არც ის ინსტიტუტები, რომლებიც ერთად შევქმენით. ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატია გულისხმობს რწმენას, რომ ყველა მოქალაქე არის ბრძენი და ამას გააჩნია აზრი. ამ აზრისთვის ზურგის შექცევის შემთხვევაში კი ყველაზე წარმატებული ბრძოლაც ცოტას თუ მოიტანს. იოანე პავლე მეორემ, დემოკრატიის ერთ-ერთმა უდიდესმა ჩემპიონმა თქვა: ნუ გეშინიათ, საკუთარი ხალხის არ უნდა გვეშინოდეს მაშინაც კი, როდესაც მათი აზრი ხელისუფლების აზრისგან განსხვავდება. დიდი მადლობა. ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ მე არ გამიკვირდება 9 მაისს ეს ტრამპი მავზოლეუმთან დადგეს და წითელი არმიის რაღაცა ფორმა ჩაიცვას და ისე მიესალმოს ჯარისკაცებს. ისეთი პათოსი არსებობს უკვე, რომ რუსეთის დაბრუნებაზეა საუბარი, აი ამ შვიდეულში არის სანქციების მოხსნაზე საუბარი მიდის პრინციპში, მაგრამ ესე ერთბაშად რომ არაფერი არ იქნება, ესე ცხადია ხა. ჩვენ არ ვქნით იმის ილუზიას, რომ ეხლა ტრამპი უცბად მოაგვარებს ყველა პრობლემას. ესე არ იქნება და ამ ომის შეჩერებაც ესე იოლად ვერ მოხდება, ბევრს რომ წარმოუდგენია. დღეს ჩვენ გადაცემაში სტუმრად გვეყოლება სამხედრო ექსპერტი ბატონი პაატა აბულაძე. მოგესალმებით ბატონო პაატა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ბატონი პაატა, თქვენ ბრძანდებოდით მე რამდენადაც ვიცი რუსეთში ჩვენ მაყურებელსაც რო უთხრათ აი ამ უშუალოდ ხელწერტილებში და საინტერესო იქნება ჩვენი ტელეკომპანია სეზონის მაყურებლისთვის რა შტაბ-ბეჭდილები დაბრუნდით, როგორი მდგომარეობა ფრონტის ხაზზე, რა სიტუაციაა და იქნება გითხრათ აი ჯერ აქედან დავიწყო და შემდგომ სხვა თემებზე გადავიდეთ. ესე იგი, ყველა ფრონტის ყველა მიმართულებით არის გადასული შეტევებზე, ეს მე ვარ თქვა, ხა თვითონაც აღიარებენ უკვე. ესე იგი, ერთი თვის განმავლობაში 61 კილომეტრი, კვადრატული კილომეტრით არიან წინ წაწეულები, მოკლედ ფრონტის ხაზით ჩამოშლილიც არის, გადაშლილიც, მაგრამ მან არის ერთი ესე ვთქვათ აღსანიშნავი ფაქტი, რომ იქითა უკრაინელების მხარე არიან, ესე იგი, როგორც კი პოულობენ შას ტყვით ჩავარდნის, აი ესე იგი დიდი სემულებით ვარდებიან ტყვით. ოღონდ და რა თქმა უნდა ის კატეგორია ხალხი, ვისაც ეს ფაშისტური ისენი არა აქვთ და როგორც ვიცით უკვე დნეპრის საზღვართან არიან უკვე 2 კილომეტრში, ჩასავიარდი აიღეს უკვე იქ უკვე დასავლეთ მხარესაა პატარა რაიონი გამაგრებული, რაც უხსნის ხელს კრამატორსკის მიმართულებას უკვე და პრინციპში იმის მერე უკვე უდაბნოებია და მოკლედ ეს ექცევა სხვა და ეს ყველაფერი და ბატონო ნიკას ეს რო ხალხს ახლა შეიძლება ეს დასახელებები არაფერს არ ეუბნება, მე ერთი რამე მინდა გითხრათ რა. ერთი მტკაველი მიწის, აი ერთი მტკაველი მიწის ყოფილი უკრაინის ტერიტორიას არავინ არ დაუთმობს ესე ვთქვათ, არც ევროპელებს და არც ამერიკელებს. ბოლომდეც გავლენ. აგერ თქვენ და აგერ მე. იქ ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი შეცვლია თვითონ შიგნით. თუ დააკვირდეთ, ალბათ მაგსაკითხსაც შევეხებით. ხო და შეიძლება მოხდეს ისე, არადა ერთადერთი შანსი უკრაინის როგორც სახელმწიფოს ესე ვთქვათ, გადარჩენის არის აი ეს ახლა რაც ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა მოილაპარაკეს. ერთადერთი შანსი. სხვა შემთხვევაში უკრაინა როგორც სახელმწიფო შეწყვიტავს არსებობას. 100%-ად გეუბნებით. ყველა იქ არის, ესე იგი, აი ეს ჯერ რაც იმათ უნდათ, აი პირდაპირ გეუბნებით არ ვაჭარბებ რა. თვითონ სამხედრო მანქანაში რუსეთში
რაც იქ სოდომისტური მხარე თავაზობს, ეგ მაგაზე რომ დათანხმებულიყო რუსეთის პრეზიდენტი 1 საათი ვერ გაძლევდა ცოცხალს. ეს არის გამორიცხული თემა. იქ იმხელა სამხედრო მანქანაა ჩართული, რომ აქ რაზეა ლაპარაკი. თვითონ კიევში შეიცვლება კიდე ყველაფერი. აგერ ნახავთ ყველაფერს, კაცო, მე ვამბობდი კიდევაც, ეს სამი სახელმწიფო, უკრაინა, ბელარუსია, რუსეთი, ისეთი სლავური სახელმწიფოები დადგებიან ძლიერი, აი ესე ვთქვათ, ეკონომიკურად გამართულები, მაგრამ იქ ჯერ უბრალოდ ყველას აქ ეხლა კრიზისი არის თვითონ უკვე აი სოროსისტულ ხელისუფლებაში უკვე. ანის წავა ხელისუფლებიდან, იმიტომ რომ ის არალეგიტიმურია, ან ძალით გაიყვანე და მორჩა რა. არავინ კიდე გეუბნებით, არავინ არ დათმობს ერთი პატარა კაველსაც კი. ანუ აქ საუბარი არის იმაზეც ახლა რომ თვითონ ტრამპის ადმინისტრაციიდან გამოვიდა ესეთი ინფორმაცია, განცხადებაც გაკეთდა, რომ შესაძლოა უკრაინა აღმოჩნდეს მთლიანად რუსეთის შემადგენლობაში. აქ იმაზეც არის საუბარი კიევზეც და ყველა დიდ ქალაქში. და ანუ რამდენად რეალური არის ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ ეს? არა, ეს არის რეალური. დანარჩენი არაფერი რეალური არ არის. რეალური არის ის, რაც უთხრეს. ახლა იმის გარდა, რაც ტელევიზიით ინფორმაცია გამოდის, იმის იქით კულისებში რა შეუნებიან, ეგაა საინტერესო. აქედან გამომდინარე უკრაინა შეწყვეტს თავის არსებობას უკვე და იქნება რუსეთის. არა, მე მაინც მგონია რომ კიევი კიდევ უფრო აიძულებენ ზელენსკის წინააღმდეგ შემთხვევაში, რა ვიცი, ბევრი ფაქტები არსებობს ისტორია ახსოვს ისტორიას, რა ვიცი, ზოგი სადღაც გულმა დაარტყა, რა ვიცი, ისეთი პრეზიდენტები გაუგორებიათ, არაა პრობლემა მაგათი კონტროლის ქვეშა ესე დაწე. არა, ეგრეა, ნუ მოვიტყოთ და მაგრამ ეს უყურეთ როგორ არის ერთი არის ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში და ევროპას ეუბნება ერთ რამეს. ჩემი პრობლემა არ არის თქვენი ხელისუფლება, რომელიც მოიყვანეთ ევროპაში. აი ეს სოროსისტული ხელისუფლება. ეს ამერიკული ხელისუფლება არ ამერიკელების პრობლემა ეგ არ არის. ეგ არის თქვენი, ესე ვთქვათ, ევროკავშირის, ანუ სოდომისტური კავშირის პრობლემა. ამიტომ ნუ გტენით ჩვენ უკრაინას. ჩვენ მას თუ ომის შეჩერება გინდათო? ხო, რა ვიცი. ის არ არის, ის არის რუსული გავლენის ქვეშო. მინდა მე ღია ტექსტით ლაპარაკობენ. საფრთხე თქვენ ახართო, კაცო. იმ უკრაინის საფრთხე ხართ პირველები თქვენო. იმიტომ ის თქვენ ინტერესებშია შესულიო. თქვენმა სამყარომ წააგო იქ უკრაინის ტერიტორიაზე. აი ეს ლიბერალურმა ექსტრემისტულმა სამყარომ წააგო უკრაინაში. არავითარ უკრაინას არ მოუგია, არ წაუგია. უბრალოდ ცუდია რომ ტერიტორია დაუთმო ზელენსკიმ პოლიგონად. მეტი არაფერი, როდის ვამბობდი მაგას. ამიტომ მაგათის ეგ უკრაინა ტრამპი ეუბნება რომ ეს ტრადიციული, ანუ როგორ ვთქვათ, ნორმალური ამერიკული ხალხის პრობლემა ეგ არ არის, ტყუილა ვყარეთ ეს ფულები, თქვენ რაღაცა იქ ილუზიების შექმენით, რომ რუსეთს ამარცხებით სტრატეგიულად, ეკონომიკურად, ამიტომ თქვენ თვითონ დაიქეცით თუ ხო დაინახეთ, გერმანია აცხადებს საგანგებო ბიუჯეტის საგანგებო მდგომარეობას. ეკონომიკურ საკითხებში უკვე, ხო? ამიტომ ჩვენ ამას არ შევიტენით და სწორიც არის, რატო უნდა შეიტანოთ? ართი თქვენი მოყვანილია, მიხედეთ და ეხლა გეკითხებით 3 წლის მერე ამ გადმოსახედიდან მითხარით ერთი ევროპული ქვეყანა, რომელსაც ფიზიკურად შეუძლია თუ გინდა ერთად შეკრულს უკრაინას დახმარება. გინდი იარაღით, გინდა ეკონომიკით. ეგეთი არ არის, ამიტომ იქ გარდაუვალი პროცესია. ეგრეთ შეიცვლებიან. მე უფრო მეძგეთ ბალტიის პირელებს, რა ვიცი, მე მგონი არ მოკონდეთ კარგად საქმე. უკრაინაზე აღარ არის ლაპარაკი. მე მგონი ბალტიის პირელებს და დროა მოუწოდება კიდე სასაფრთხო. ეგ ბალტიის პირელები. ეგრე ბატონო. ბალტიის პირელები წელში ამოვიდა ყველას, მე მგონი მათ შორის ჩვენც ამ ჭკუის სწავლებებით, ამ ბოდიშ და ჩარევებით. ეხლა იმ დღეს განცხადება გააკეთა ამ ესტონეთის პირველმა პირმა, რომ ჩვენო უკრაინას დავეხმარებითო. ესე იგი, ამერიკა თუ უარს იტყვის. ესე იგი, არ ვიცი, მე მგონი ესე იგი დაქცინიან თუ რა მოწიეს ამისთანა, რომ ესეთ რაღაც განცხადები ვის რა უნდა დაეხმარონ და ერთი მაგენ თუ მოждდებიან თავის ადგილზე ძალიან კარგი იქნება.
ან მოაჯერეს ბატონო. დიახ და მე ვფიქრობ ან პოლონეთიც ალბათ გარკვეულწილად მიიღებს. რა თქმა უნდა. უყურეთ სატელეფონო საუბარი რო ეს სატელეფონო საუბარი რო შედგა საათნახევრიანი. დიახ. ესე იგი მესამე საკითხად განიხილეს უკრაინის კონფლიქტი. უყურეთ რამხელა ის არის რა. ესე იგი ეხლა როცა გამოდის ერთი ქვეყნის პრესამსახურის უფროსი და მეორე ქვეყნის პრესამსახურის უფროსი ხო და ინფორმაცია საწუნია ხო წარმოგიდგენიათ როგორ არის გაშლიფოკებული ის სიტყვები რომ ეს ხო არ არის უკრაინის პრესამსახური ამიტომ ესეთი ქვეყნების ის რომ გამოდიან და ამის მერე კომენტარს აკეთებენ და მესამე საკითხად გამოაქვთ უკრაინის საკითხი ხო რა ვიცი იქ ომი ახლა ზოგს ხალხს განცდა აქვს რომ ამ ტელესატელეფონო საუბრის მერე არ იქ ომი დამთავრდება არა ომი ჯერ არ დამთავრდება მე მგონი პირიც არ უჩას ჯერ მაგის იმიტომ რომ ბევრი რამე აქვს ტრამპის ესე ვთქვათ გუნდს პირობა აქვს მიცემული ეს პირობა უნდა შესრულდეს იმიტომ რომ უყურეთ მან რაზეა გასაგებად თქვა რუსეთის ფედერაცია მიზეზები ომის დაწყების მიზეზები თუ არ აღმოიფხვრა ხო აზრი არ აქვს მაგის რა ქვია არც ხელი შეკრულებას ან რაღაცის მისწევას უნდა დროებით ჩვენ და მით უმეტეს ახლა ეგენი იგებენ ხო არ აგებენ კაცო წინ მიიწევიან ანუ ისეთი რაღაცა უნდა შეშთავაზონ რუსეთს რომ უღირდეს გაჩერება ამიტომ რა ვიცი ამის მერე დაიწყო მადრიდში ალტერნატიული ევროპა ესე იგი ნორმალური ევროპა შეიკრიბა ესე იგი სალვინი ორბანი ლეპენი და ასე შემდეგ და ხალხი ყველა ჩამოთვლი ეს არის მომავალი ევროპა ლიდერები რომლებიც აუცილებლად მოვლენ ხელისუფლებებში აი ყოველ მიზეზს გარეშე მოვლენ იმიტომ რომ მაგათ უკან დგას ამერიკის შეერთებული შტატები შეცვლიან ამ ევროპას მაგრამ ეს ევროპაც რომელიც შეიცვლება აი ორბანის ესე ვთქვათ კოლექტიური ორბანის ევროპაც რომ მოვიდეს ჩვენთვის როგორ არის იცით თელმა საქართველოს აი ხო თითქოს კაი ევროპა მოვიდა მაინც ჩვენთან მიმართებაში არის მოგწოს ჩვენ არ მოგწოს საქმე არის ესე კაი ევროპა კი მოგწოს მაგრამ იქ არის გავლენის სფეროები ის სამყარო დაუშვათ კაი ევროპა რომელიც არის ის დგება გარანტიად რომ აღარასდროს პოსტსაბჭოურ ქვეყნებში აღარ წამოიწებენ აღარ გაფართოვდებიან იმიტომ რომ ტრამპი არის 4 წლით ხო მაგრამ რა ვიცი ხვალ რომ რაღაცა მოუვიდეს ტრამპს ხო ამიტომ გარანტია ამერიკის შეერთებული შტატებია და თუ არ შეიცვალა თვითონ იქ სიტუაცია რომელიც ახალი ევროპა ჩადგება გარანტიად იმისა რომ თქვენ სამყაროში ან თქვენ გავლენის სფეროებში ჩვენ აღარ შემოვართ თუნდაც მაგრამ თელი საქართველო იყოს აი ევროპელები ისინი უბრალოდ გვეტყვიან რომ ჩვენი გავლენის ქვეშ არ ახალ ჩვენ ეს პირობა რომ დავარღვიოთ და რამე ევროკავშირში მიგიღოთ რაღაცა ეს კი შეიძლება ინდივიდუალური სახელმწიფოთა შორისო კი კონდეს ურთიერთობები დიპლომატიური უვიზო მომოსტები ეგ სხვა ამბავია კაცო ეგ ვაფშე სხვა რამეა მაგრამ როგორც ეგეთი გავლენის პირობები და ფიჩხი გახდეს შენ რუსეთის ფედერაციისთვის ამას თვითონ ის ახალი ევროპა აღარ მიგიღებს ეგეც არ ჭირდები ეგეთი თვითონ აღარ ჭირდებათ ეგეთი ხდებით? ამიტომ აქ ჩვენებს ძალიან თუ გაუხარდებათ რაღაცა იქ დაუშვათ მარი ლეპენის რომ მოვიდეს არ იქა გვეშორა და სადღაც შევალ. არაფერი, კაც თვითონ ის მარი ლეპენის ევროპა იქნება გარანტია რომ აღარაძროს ის სამყარო ესე ვთქვათ აღარ ამ წითელ ხაზს აღარ გადალახავს ესე ვთქვათ გაფართოების. რაც არის მიზეზი ომის დაწყების. არა, ერთი აი რა ხუთ როგორ შეასრულებ პირობას ტრამპი ჯერჯერობით კარგად უძღვება აგერ საუდის არაბეთშია შეხვედრა და იმდენად უყურე რა ხდებიან ორი ქვეყნის წარმომადგენლები ეხლა უკვე ჩასულებიც არიან და არც ერთი ევროკავშირის ევროპიდან ქვეყანა თვითონ უკრაინის არც ერთი წარმომადგენელი ისე როგორ მიიყვანა ევროპამ თავისავი რომ ამხელა რაღაცა ხდება პლანეტაზე და უკვე ან ვინები არიან რამე ძალა ეკონომიკა აქ ამ ევროპას თუ რა რატო უნდა დაუძახო პრინციპში მე ვამართლებ ამ პოზიციას აი რა არის რამე ძალა აქვს ჯარი ყავს მე შენ გეტყვი თუ რა ეკონომიკურად ბაბანებენ რა არაფერი ერთი სოდომისტური სამყარო რომელიც ხვალზე გინგრევა რა არა ერთი რამე ეს არის რა ეხა ერთი რამე არის რომ ჯერ კაცმარიცის კიდე ეს ტრამპი რა წარმატებას მიაღწევს ამ განცხადებებიდან გამომდინარე იმიტომ რომ
ჩვენ გვახსოვს მან ასე დაიწყო მაშინაც პირველი საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდში ესეთ ხმაურიანი განცხადება ბოლოს ისე მოხდა რომ ვერაფერი ვერ გააკეთა იმიტომ რომ იმდენად დიდი პრობლემები იყო იმიტომ რომ ჩვენ ხო კარგად ვიცით ეხლა არავითარი დამაჯერებელი გამარჯვება ტრამპს არ გქონია ეს იყო მცირე უპირატესობით მოიგო ფაქტობრივად იქ არის 50-50-ზე საზოგადოება 50% არის სოდომისტები 50% არის კონსერვატორები აი ეს არის ამერიკული საზოგადოება იგივეა ევროპაში იქ ევროპაში შეიძლება 50%-იც არ იყოს კონსერვატორები იმიტომ რომ იქ უფრო კატასტროფული სიტუაცია არის ევროპაში ხო და მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ხედავთ აქციებს იქ სალვინი იქ გამოდიან იქ ლეპენი გავიგეთ ყველაფერი მაგრამ იქ ევროპაში იმდენი შევიდა მიგრანტი იმდენად გაშავდა ევროპა იმდენად აი მოიწამლა საზოგადოებამ ლიბერალური თავისი გარკვეული ამ შხამით რომ ძალიან ძნელია და მე გეთანხმები თქვენ რომ ჩვენ აქ ეხა ძალიან რომანტიზირებას ვახდენთ ამ ტრამპისაც რომანტიზირებას ვახდენთ აი იგივე ტრამპი არის ხო კაცო იმ LGBT დროშას რო აფრიალებდა ჩვენ ხო გვახსოვთ ეხა კაცმა არ იცის ეს კაცი ეხლა ეს კონსერვატორი გულით არის თუ უბრალოდ იმიტომ არის რომ ეს სასქმა სჭირდება რა ქვია მაგრამ მე ვფიქრობ მაინც გარდატეხა მაშინ მოხდა განსაკუთრებით გუშინ ჩვენ საუბარი გქონდა მაგალითად ალექსანდრ სიჩთან ბელორუსი პოლიტოლოგთან რომელთანაც ჩვენ ვისაუბრეთ და მან თქვა რომ ესეთი რამე რომ აი ამ რო გადარჩაო იმის მერე მაშინ ბევრი რამე შეიცვალა იმიტომ რომ თulis რომ ღმერთმა გადაარჩინაო და მართლაც ესეთი რამე მოხდა მაგრამ ერთი რამე არის რომ ჩვენ მაღლა არ უნდა ვიფრინო ჩვენი მიზანი უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობის დამყარება აგერ სულ მაგას ვლაპარაკობ ყველაფერი შეიცვალა ამ ჩვენ ხელისუფლებაში მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის პატა რომ აი რუსეთთან დამოკიდებულებაში ჯერ არაფერი არ შეიცვალა ანუ მე ასე ვიძახი რომ არ დაიწყო საზოგადოებაში ჯერ საუბარი რომ რუსეთთან უნდა დაიწყო დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან უნდა ამის გარეშე ვერც ტრამპი გვიშველის ჩვენ ვერც ის დასავლელი პოლიტიკოსები იმიტომ რომ ყველას ყავს პატრონი აგერ ხედავთ რომ რაც ხდება გარშემო როგორი დაპირისპირებები არის იგივე აზერბაიჯანი რუსეთის დაპირისპირება იგივე თურქეთი რომელიც ადრე მაგალითად ძალიან საინტერესო ჭიქა გაქვთ აგერეთი მანახეთ ერთი სოპუჯო ხო და აბა აი ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჩვენი მიზანი მაინც უნდა იყოს ის კი არა ტრამპი რას გვეტყვის და ევროპელები რუსეთთან ურთიერთობების დალაგება მე გეთანხმებით ყველა მეზობელთან უნდა და არ დამეთანხმოთ გასაკვირი იქნება მაგ საკითხი მაგრამ თემა რა არის იცი უყურე ბანდონ ნიკოლოზ აქ არის ერთი ამბავი ერთი საკითხი რა ჩვენი ხელისუფლება ზედმიწევნით ჩვენ სამეზობლოზე მიცემული, ესე იგი ესე ვთქვა, ტრადიციულ, ანუ ბრიქსის ქვეყნებზე და ტრადიციულ სამყაროზე მიცემული პირობა, რომელიც არის ის, რომ ამ ტერიტორიაზე, ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე კანონით აიკრძალება. ეს კომისიის ეს პროცესი დაწყებულია პარლამენტში, კანონით აიკრძალება ლიბერალური ექსტრემისტული იდეოლოგია, რომელიც არის ესე ვთქვათ განცხადება საქართველოს ჩვენ ვართ ტრადიციული და მე იყურეთ ბატონ ნიკოლოზ აი მინდა რომ ერთი რამესაც ყურადღება მიგაქცევინოთ რა დედამიწაზე რომ დაიწყო ეს ცვლილებები საქართველოს ამ პატარა ქვეყანამ კაცობრიობას მისცა კლასიკური მაგალითი იმისა როგორ უნდა დეკოლონიზაცია გააკეთო ისე რომ ეკონომიკა არ ჩამოაქციო მეზობლები არ დაძაბო ესე ვთქვათ და პოლიტიკური სტაბილურობა შეინარჩუნო. ეხლა რუსთაველზე თუ 7-დან 12 საათამდე ვიღაცა ჭუჭხი იკრიბება, ეგ და 200 კვადრატულ მეტრზე 3 საათი როგორმე ავიჭანთ, კაცო. თუმცა მაგასაც თავისი დრო აქვს მოთმინებას. მაგრამ უყურეთ, მაგრამ მივეცით თელ კაცობრიობას მაგალითი, რომ აი ამ სოდომისტურ სამყაროს ეს პატარა ქვეყანა, ესე იგი არ მოიყოლა თავი ნანგრევებში. აი რომელ ნანგრევებში? ცოტა ხა კიევის ტერიტორია, უკრაინის ტერიტორიაზე რომ არის და 47 მილიონიანი სახელმწიფო 18 მილიონზე რო ჩამოიყვანეს და ეხლა დაჟე მოლაპარაკებებზეც კი არ ეძახიან. მაიცა კარგია კი რაც ტრამპი, მაგრამ მაპატით, მაგრამ ამერიკელების ის ვარ ქონოდა იმედი უკრაინა ამდენს გაბედავდა? არ გაბედავდა.
არა, მაგათ დააწყებინეს ომი ხა ბოდიში ხა ისე ჯერ ეგერთიც აი ხა ჩვენ რო ლაპარაკობთ მართლა ეხლა რომ აი ტრამპი კი ბატონო დადებითი მესიჯებს აგზავნა. ფაქტობრივად ორჯერ დაღუპა უკვე ამერიკამ უკრაინა. პირველი, როდესაც ბირთვული შერეღება ქონდა და ხელი მოაწერინეს უკრაინას აი ამ ბირთვული იარაღზე უარის თქმის შესახებ, იმიტომ რომ მაგითი განაიარაღეს უკრაინა და აიღეს ვალდებულება რომ ჩვენ დაგიცავთ სუვერენიტეტს, ერთხელ ეგ მოატყუეს და მეორეჯერ მოატყუეს, ეხლა ზელენსკი რომ მასხარა გავიგეთ, მაგრამ ეხლა ზელენსკი ვინ მოიყვანა? ზელენსკის ვინ დააწყებინა ომი? ეს ხო ამერიკელები იყო და ეხლა ესე იგი აი კიდევ ერთხელ ცხადყოფს რომ ამერიკის სიტყვას აქვს ჩალის ფასი. შეიძლება ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტი ვინ იქნება, კაცო? შენ დამაწყებინე ომი. ერთმა პრეზიდენტმა დააწყევინა დაღუპა. ანუ კეთილი და ბოროტი პოლიციელის როლს თამაშობენ. მოვა ის კეთილი პოლიციელი აი მაგრამ რა უკრაინისთვის რა იცვლება? ამერიკამ არ დაღუპა და ეხლა თან თხოვენი ფულიც გადაგვიხადესო, თან დაღუპეს. თან გაანადგურეს და პლუს ფულს ითხოვენ, იმაში იარაღი მოგვე. აი აქიდან ჩანს რომ აი ეს არის სახე ამერიკის შეერთებული შტატები. არავინ არ უნდა ედოს, არც ტრამპს უნდა ვედოთ. იმიტომ რომ ტრამპიც ეხლა რა თქვენს კარგად ხედავთ, ერთ დღეს ერთ გაცხადებას აკეთებს, გასაგებია რომ ეხლა ბაიდენთან შედარებით ეხლა ტრამპი ნამდვილად ყიტვის ანგელოზი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ სულ ეხლა ქრისტიანობის მიმართ, იგივე მორალის მიმართ, იგივე რაღაცა ჩვენზე აღარ არის ისეთი დაწოლა, ეხლა ერთი თვია ამერიკის საელჩოში საერთოდ ცოცხალი არის ვინმე მოსაკითხი არის, ხვას ვერ იღებენ. იმიტომ რომ მისცა დავალება იქ ამერიკის დეპარტამენტმა გაიკმიტეთ ხმა და უერევით საქართველოს საქმეებშიო და ჩუმად არის გასუსული არის იმ ელჩის ხმა აღარ გაგვიგია. მაგრამ ფაქტი ერთია რომ ამერიკის დობა მაინც არ შეიძლება, იმიტომ რომ ხვალ რო სხვა მოვიდეს, რა მნიშვნელობა აქვს? არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. უყურეთ, მანდაც ტრამპი რომ მოიყვანეს, ეხლა თქვენ კითხვით ის თავის გაწიაო და მანდაც ჩემი აზრი გამაჩნია მე, იმიტომ რომ თუ სპეცსამსახური ეგეთ ოპერაციას ატარებს, ხო, ეხლა იქ ერთი სნაიპერზე არ იქნებოდნენ დამოკიდებული და იქ გადაფარვაც იქნებოდა. აბა ვინ მოიყვანა ეხლა ეს ზელენსკი თავის თუ არ მოვიდა? ფაქტია. არა, ზელენსკის არა მაქვს, მე ტრამპიზე მაქვს ეხლა ლაპარაკი. უყურეთ, იმ სამყარო ანუ სოდომისტურმა სამყარომ რომ მიხვდა რომ ყველა ფრონტზე აგებს ეკონომიკურად, მორალურად, სამხედრო თვალსაზრისით უცბად მიხვდნენ რომ ტრადიციულ სამყაროსთან ყველა ფრონტზე აგებენ. ამიტომ იმ სამყარომ, ესე ვთქვათ, დასავლეთის სამყარომ, სოდომისტურმა სამყარომ უცბად გამონახეს პიროვნება ტრამპი მოიყვანეს და უყურეთ და დაიწყო ცვლილება. ამან რომ არ შეცვალოს, ეხლა კიდე ტრილიონები. თუ ის სოდომისტური სამყარო არ შეცვალა ტრამპმა, აი თავის USAID-ებით, თავის მაკრონებით, ბერბოკებით, აი ეს ამ ჭუჭხიდან თუ არ გაანთავისუფლა, არავით არ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს და რა თქმა უნდა შეცვლის, ყველანაირად შეცვლის. უფრო მეტი და დაჟე ტაივანის თემასაც გადაწყვიტავს მალე მშვიდობით. აგერ ნახავთ თქვენ. ხო და ამიტომ იმ სამყაროს მივდე, ეხლა დებილები არ ზიან, რომ ესე გაგრძელება ტრადიციულ სამყაროსთან საერთოდ შეიძლება ბირთვულ ომამდე მისულიყო. ამიტომ მე მამათმა სასწრაფოდ შეცვალეთ და უყურეთ იგივე ლოზუნგით შედიან ეხლა ევროპაში. დიადი ევროპა გვინდაო, ეხლა როგორც ტრამპს ხონდა, იცი რა ამერიკა ისე დიადიო თუ რაღაც. აი ესე ამ ლოზუნგით შედია. იქაც შეიძლება, მაგრამ ეს ჩვენ ნაკლებად გვეხება. გვეხება მხოლოდ იმდენად, რომ ჩვენ ზეწოლა აღარ გვექნება რუსეთისთვის ფიჩხით ომის რაღაც ან ფიჩხად შევარდა ცეცხლში. და იმის საშუალება, თქვენი აზრით, ეს გასაგებია. და იმის საშუალება გვექნება, რომ რუსეთს მოგცემს ამერიკა იმის საშუალებას, რომ რუსეთს ერთ-ერთზე დაველაპარაკოთ? უყურეთ, ზუსტად მან მივდიოდი. ამიტომ საქართველოს უნდა თუ არ უნდა მოსწონს ეს ვიღაცას თუ არ მოსწონს. როცა ორი დიდი მოთამაშე ამას გადაწყვიტავს და გარანტია ჩადგება, აი მან მივდიოდი ზუსტად, გარანტია ჩადგება, ესე ვთქვათ, პირობითად ორბანის კოლექტიური ორბანის ევროპა, რომ აღარასდროს ჩვენ, ესე იგი ისტორიულ ხანგრძლივობაში აღარ მოვალთ, ესე იგი ამ პოსტაბჭოლ ქვეყნებში აღარ შემოვტოვოთ, არ გავპარტოვდებით. საქართველოს ეხლა კიდევ უნდა თუ არ უნდა მაინც მოუწევს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაც,
ეს იქნება через ჩინეთი, საუდის არაბეთი თუ არა აქ მნიშვნელობა. მაინც აღდგება, მაინც დაძლებიან 3+3 სხვა გამოსავალი არ არსებობს. ფიზიკურად არ არსებობს სხვა გამოსავალი. ამიტომ ამ საზოგადოებასაც, იმიტომ ვეუბნებოდ თქვენ კარგად ათქვით, რომ თქვათ ესე ნუ ავიტაცებთ ხელში, აი ტრამპი და არაფერი, ჩვენ მაინც გეოგრაფიულად გავლენის სფერო, მაინც გავლენის იმაში მაინც არ ხვდებით იმ სამყაროსთან და არც გჭირდება სხვათა შორის რა. ამიტომ მაინც დაელაპარაკებიან რუსებს. 3+3-ზე დაჯდებიან და ყოველთვის ვაუხობენ, სანამ კარებში შევლენ 3+3-ზე, ლენინზე ლექსსაც იტყვიან დაჟე. ლენინი არ ვიცი, მაგრამ ეხლა იმ 9 მაისს მიწვეულია ტრამპი, სიძიპინმა თანხმობა გამოთქვა, განაცხადა და დაესწრება 9 მაისს 80 წლის იუბილეზე ამ დიდი გამარჯვებიდან. და არ ვიცი ხა ტრამპი შეიძლება დაესწროს, არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ეს საერთო გამარჯვება იყო და მით კეთი ეს იქნება ეს გადადგმული ნაბიჯი, არ არის გამორიცხული საქციების შეფსუბუქდეს, შეიძლება ყველა საქცია არ მოიხსნას რუსეთზე, მაგრამ ის სანქციები, რომელიც თვითონ ამერიკას ურტყამს, იმიტომ რომ ზოგიერთი სანქცია პირდაპირ ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ არის, აი ესეც შეიძლება შემცირდეს, მაგრამ ჩვენ მე მგონი მაინც აი მე გეთახმებით იმ პათოში რომ ხელისუფლებას ჩვენ როდესაც უქებთ ხოლმე და თავს რო გვესხმიან რომ აი რატო აქებთ ბიძი და ივანიშვილს რატო აქებთ ქართულ ოცნებას ბიჭო ფაქტი არის რომ ჩვენ სწორი აღმოჩნდით იმიტომ რომ ხელისუფლებას რომ არ დაგვეჭირა მხარი და ხელისუფლება რომ არ ყოფილიყო მყარად დღეს მართლაც კატასტროფის წინაშე ვიქნებოდი ჩვენ და მე ეხა რაც შესაძლებია იმას ხომ უნდა შევაქო გეთახმებით რომ და მეც მაგას ვაუბრობ რომ ძალიან პრაგმატული პოლიტიკა აირჩია ჩვენმა ხელისუფლებამ არც წვადი დაწვა არც ის დაწვა რა ქვია და დავინახეთ რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე ეს დაკავებები და ეს არაფერია გავედით ფონს იქ რო ეხა ცოტა სასტიკად გვემოქმედა ჩვენ ამ აქციებზე შეიძლება ამას ძალიან ცუდი შედეგები მოყოლოთ ანუ ჩვენ ვიმოქმედეთ რაღაცა ის სკულპტუროზურად რასაც ქვია და ეს სახელმძღვანელოდ შეიძლება შევიდეს გეთახმებით იმაში რომ აი როგორ უნდა გააუნებელყო უცხო ქვეყნის აგენტურა რომელიც ძალიან დიდი ფინანსებით საზრდოობს მილიონები მილიარდობით შეიძლება მოდიოდა ფული და ჩვენ აქ ნახეთ რომ ვერაფერს ვერ მიაღწიეს და აღტაცებულია ყველა აი ხა მე პრეზიდენტმა ყაველაშვილმა აი გუშინ საუბრობდი ჩვენ ბელორუს კოლეგასთან ერთად და მთელი ბელორუსი აღტაცებულია ყაველაშვილის გადაწყვეტილებით. ეგრე ადვილი არ არის, ხო ვითომ ეხლა რა მიულოცა, ეხლა ეს რო იყოს ნორმალურ ქვეყანაში არაფერია, მაგრამ იციან ბელორუსებმა რა დაწოლა და ზეწოლა იყო აქ საქართველოზე და მიუხედავად ამისა ამ კაცმა გადადგა ნაბიჯი. ეხლა ეს გასაგებია ყაველაშვილის გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს ნაბიჯიც არის. მარტო ყაველაშვილს არ გადაუდგეს, თლიანად ხელისუფლებამ გადადგა, პრემიერმაც და ყველა, მაგრამ ყაველაშვილის სახით. და მე დარწმუნებული ვარ ბელორუსთან ურთიერთობების გაღრმავდება, იმიტომ რომ ლუკაშენკო იყო რომ მილიონი სამუშაო ადგილი შექმნიო საქართველოსშიო და ეხლა ნახევარიც რო შექმნას იმისი საქართველოსში უამრავი ადამიანი დაბრუნდება უცხოეთიდან, მაგრამ ფაქტი ერთია რომ ჩვენ მართლაც მივდივართ სწორი მართულებით, მაგრამ აი რუსეთზე რო ვლაპარაკობდი, თვითონ უნდა დაიწყოს მომზადება ნიადაგისთვის რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის წინ. იმიტომ რომ ეხლა რო გამოვიდეს აქ ხელისუფლება და თქვას რომ მე დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინო, გასაგებია შეიძლება მილიონი კაცი არ გამოხდეს, მაგრამ გამოხდება სამგლეგოჭივით ვიღაცები და თავად შეიძლება გუნდიდან გამოხდეს. საქართველოს ოცნების გუნდიდან გამოხდეს ვიღაცები, რომ რატო როგორ ისთვის და რანაირად რა. და ამიტომ აი ამ მიმართულებით ჩვენ უნდა მოვამზადოთ საზოგადოება იმისათვის, რომ რუსეთთან ჩვენ დავიწყოთ ურთიერთობები და ამისათვის ჭირდება ნიადაგის მომზადება. რასაც ჩვენ უკვე წლებია ვაკეთებთ აგერ ჩვენი ტელევიზია, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია ვერც ტრამპი, ვერც ევროპა ჩვენ ვერ გადაგვარჩენს. ჩვენი გადარჩენის შანსი და გაცაღები ყველაფრის არის მოსკოვში. ანუ ჩვენ საუბრობთ იმის შესახებ, რომ საჭიროა საზოგადოების მომზადება, იმიტომ რომ ჩვენ ხო ხედავთ ახალგაზრდობა მოსპეს, რაღაც გარკვეული ფენა საზოგადოების. ამიტომ მე ვფიქრობ რომ აი ამ რუსეთთან ურთიერთობების განახლებისათვის საჭიროა ძალიან დიდი სამუშაოს გაწევა, რომელიც აქამდე არ გაწეულა და ნიადაგის მომზადება. რა თქმა უნდა, პირველი მეც მე მოვუწონო ბატონ პრეზიდენტს ეს ნაბიჯი, კაცური ნაბიჯი, სწორი ნაბიჯი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი
უნდა მიულოც როცა მithumetes როცა ერთმა 10 მილიონმა სახელმწიფო ბელარუსია მოგილოცა გამარჯვება და როგორც საპარლამენტო ის საპრეზიდენტო მე მგონი ცოტა ეგ მორალის საკითხიც იყო მაგი ეს ერთი მეორე თქვენად თქვით რომ ის ხალხი გამოვარდება და ის გუნდში და რომც გამოვარდნენ რა უნდა ქნან აი რა უნდა ქნან იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს ისეთი გარდაუვალი პროცესია დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და უფრო სერიოზულად სტრატეგიულ საკითხებზე დალაპარაკება რომ უმაგისოდ უბრალოდ შეუძლებელია ამიტომ მე მაინც გონია რომ საქართველოს უკვე ფიზიკურად არ არსებობს ძალა რომელიც ახლა რაღაცაზე წინ აღუდგება და რაღაცა სახელმწიფოს წინსვლას ხელს შეუშლის ან განვითარებას მე მოგხედველობაში ჩვენ სამეზობლოში კარგი ურთიერთობის დამყარებას ეგ ძალა უკვე მე მგონი მთავრდება დამთავრებულიც არის ამიტომ მაგით ეგ არ არის პრობლემა თავარია პოლიტიკური ნება და დროზე რა ქვია ის ჩასვლა და დალაპარაკება ჩვენს სტრატეგიულ საკითხებზე რა თქმა უნდა ესე მარტივად არ არის ამას მთელი პროცესია მოსამზადებელი და დამიჯერეთ ამისთვის ყველაფერი კეთდება უკვე საზოგადოებაც მზად არის აი საზოგადოების უმეტეს ნაწილი მზად არის იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფად დავხარდეს დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენ ყველა მეზობელთან იმიტომ რომ ეხლა თავს მოვიტყუებთ რომ ჩვენ ესე მშვიდად ესე თქვა გაუძელით ამ დასავლეთის სამხედრო ოპერაციას რომელიც ხო რა ვიცი გაუძელით და რა ვიცი მე მგონი ეს არ არის მარტო ჩვენი ხელისუფლების დამსახურება ეს არის საზოგადოებასთან კონსოლიდაციისა და სამეზობლოს გვერდში დგომა რა თქმა უნდა ჩვენ ამ ბრძოლაში მარტოები არა ვართ ჩვენთან ერთად არის ჩვენი მეზობელი ქვეყანები მოდის გიხდით ხო და ამიტომ ნულების ნუაშინებენ რა ამ რაღაცა აქციებით არა მე იმას არ ვიძახი რომ ეხა ესენი რამაც გამოვუათ მაგრამ იცით რა არის ამდენ ყევებსაც ძალიან ისეთი უარყოფითი შეგვიძლია ვერაფერს ნიკოლოზ ბატონო ვერ გაბედავენ ვერა თვითონაც კარგად იციან რომ გარდაუვალი პროცესია თვითონაც იციან იმიტომ რომ კიდე გეუბნებით უკვე ხო ნახეთ მიუხედავად კონფერენცია არა სხვათა შორის იმ დღეს ის ბოდიშ და სულელი ხაზარაძე გამოვიდა სხვანაირად შეუძლებელია ამ კაცზე ილაპარაკო აი რა ნამუსით ლაპარაკობს რომ ისა მეო კეთილდღეობას მოუტანა ამ ქვეყანასო ბანკში თანამშრომლები მშიერი უკვდება მათხოვრული ხელფასები აქვს და ბანკირებს ამ ბიზნესის წარმომადგენლებს ერთი რომ გამოდიან და ლაპარაკობენ ევროპაში გვინდა თუ ევროპაში გინდა შენ თანამშრომელს ნორმალური ხელფასი უნდა მისცე ჭყონიას გასაგონად ლაპარაკობ და აი მის გასაგონად კიდე ის რომ არის იქ PSP-ს დაფუძნებელი და გინდა ეს ვიღაცები რო არიან მათხოვრული იმიტომ გარბის ეგ ხალხი უცხოეთში რომ ხელფასები როა დაბალი თორე იქ აი ცხოვრება რო ქონდა ეს ხელფასებს სამწუხაროდ კერძო ბიზნესში სახელმწიფო ვერ დაამატებს ეხლა და აქედან გამომდინარე აი ხო და ხაზარაძეს ლაპარაკობდი ხაზარაძე გამოვიდა და რა თქვა რომ აიო რუსეთთან ურთიერთობაო საჭირო არისო იმიტომ რომ იქო ჩვენო ყავსო უამრავი მილიონობით ადამიანი თვითონაც ხვდებიან რომ გარდაუვალია რუსეთის ფაქტორის გათვალისწინება და მე მგონი ესეთი დრო მოდის აი მაგ ჭიქა რო გიჭირავთ პუტინის რა ქვია გამოსახულებით ეგეთი სურათ ჩამოკიდებენ პუტინს თქვენ ჭიქა გაქვთ და ეგეთი ხაზარაძემ შეიძლება ჩამოიყიდოთ პუტინის სურათი და ჩვენ გვიტყვით მე რო თქვენ ლაპარაკობდით გულის ჯიბეში პუტინის სურათი მქონდა და ცხარე ცრემლები წიროდიო რომ ესე იგი რუსეთთან ესეთი სიტუაცია იყო მაგრამ ვერ ვიზახდი ისეთი დროება იყო რომ გულში ვიკლავდი ამასო აი ესეთი რამე თქვა ჩვენ როგორც ყოველთვის უკანა პლანზე გადავალთ იმიტომ რომ ესეც ხო ხდება სააკაშვილი წინააღმდეგ გვიბრძოდით და ვინც გოგლი შამდა დღეს ყველა ბოდიში პოზიციებზეა და ესე იქნება მერეც მე დარწმუნებული რომ ესენი გამოჩნდებიან ყველა ის ხალხი ვინც აქამდე რუსეთს აგინებდა და იტყვიან ჩვენ ვიყავით რაც ვიყავითო ამაში დარწმუნებული ვარ აგერ ხაზარაძემ ხო თქვა აგერ აი კი უფრო მეც გაიგებ თუ ბევრი ამე შეიძლება კიდე და ისე ორი მცდელობა ქონდა პესკოვთან დალაგების ვერ გამოუვიდათ
შარშან სექტემბერში ჰქონდათ, ეს ზუსტად ვიცი ახლა ვისთან ჰქონდა, რომელ რესტორანში იყვნენ და რომელ კაფეში იკრიბებოდნენ, არაფერი არ გამოვიდათ, მოკლედ ეს ორი მცდელობა ჰქონდათ. რომ აი ვითომ რუსო ანტირუსულ სამყარო, მაგრამ არაფერი იმათმა თვითონაც იცია ნიკოლოზ ბატონო კიდე ერთხელ რომ აი მოსახლეობა მე მგონი უფრო წინ წავიდა პოლიტიკურად. მე გეუბნებით აი სამეზობლოსთან დალაგებაში ვიდი ხელისუფლება ახლა კიდე ერთხელ რომ მოსახლეობა მზადაც არის 76% და ქვია ეკონომიკა მაგაზე ორ დამოკიდებული მთელი ბიზნესის ეხლა პერეზაგლუსკამ ესე ვთქვათ გადაწყვეტვა მიდის უკვე და ყველა ვიციან ესენი თვითონ ნაცებში იციან კაცო თვითონ ნაცების ბიზნესიც უკვე იწვირდება იქითკენ ამას ეს რატო იცით რომ ის სამყარო კიდევ ის სამყარო თავდება დამთავრდა კაცო თვითონ ამერიკელებმა მე ხარ რომ მიუნხენის კონფერენციაზე გამოვიდა რა ვიხარ ვიცე-პრეზიდენტია ვიღაცა სხვა არ არის კაცო გამოუტანა განაჩენი და ესენი აქ რუსთაველზე რატო იქნებებიან არ ვიცი რა იმდენად უაზრდა არა აი კონტექსტიდან ამოვარდილი ახლა ამათი რაღაცა იქ რუსთაველზე ყოფნა ხო ალბათ ის შემო გადახდილი პულის ატრაბატივა დრო იტყვიან რა ამიტომ ეს გარდაუვალი პროცესია სხვადასხვის დღეს გავრცელდა ვაშინგტონ პოსტმა დაწერა რომ ბელარუსიას ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს უმსუბუქებს კი ბატონო ყველაფერს მიგანიშნებთ არა ესაც ის მოლაპარაკების საგანია კი ბატონო ამ კიდე გეუბნები არა რუსეთი ახლა აღარ მოიწყვებს თავს რა და შენ ტრამპი დღეს ახლა 4 წლის მერე რა ვქნათ ამიტომ ეს გარანტია ამერიკა მარტო ვერ ჩადგება. თუ არ შეცვალა თვითონ იქ მიზეზი ომის დაწყების, თუ არ შეცვალა, აზრი არ აქვს ომი გაგრძელდება, კაცო ბირთვულ ომამდე მივართ. ისე მე არ გამოვრიცხავ იქ იმდენად აი ყველა გლობალისტური ცენტრები არის თავმოყრილი ამერიკაში. მე ამ კაცის ბოდიშ და აი სიცოცხლეც მიმაჩნია რომ თლათ ისე უზრუნველყოფილი არ არის ტრამპზე აქვს საუბარი, იმიტომ რომ ამერიკას ძალიან უყვარს თავისი პრეზიდენტების მოკლა და განადგურება და ამ კაცს ძალიან ისეთი დიდ ბოროტება შეეჭიდა ტრამპი ახლა რაც მართალია ხა უნდა აღნიშნოთ ახლა ეს ყველაფერი რომ მართლაც აი ისტორიული და ეპოქალური მნიშვნელობის სიტუაციასთან გვაქვს ჩვენ საქმე, როდესაც ფაქტობრივად ჩვენს გარშემო იცვლება მთელი მსოფლიო, ანუ რა შხამიც იყო, იმ შხამის ამოძირკვა. ანუ ის რაც იყო გველის ბუდე, იმისი განადგურება. ანუ იმ სარეველის ამოძირკვა, რომელიც დათესეს და მე მგონი რომ ძალიან ისეთი საინტერესო პროცესებია და თქვენ სწორი თქვით ხო, ახლა აი ჯობია ფურცელზე, დოკუმენტზე იყოს აღნუსხული ყველაფერი, რომ იმ 97 წლის მდგომარეობით რაც იყო მსოფლიო იმ მდგომარეობას დაუბრუნდეს, რომ აღმოსავლეთ ევროპიდან იქნას გასული ამერიკა და ის გავლენები რაც ჰქონდა მათ ის ყველაფერი იქნეს აღდგენილი რუსეთზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ახლა რა მნიშვნელობა აქვს დღეს შეჩერდება, ხვალ შეიძლება სხვა მოვიდეს გიჟი და დაიწყოს ომი, ხო? ეგ არა, იმიტომ გეუბნებით რომ მე საერთაშორისო რამე და იცით რა იქნებ იმ deep state-მაც თვითონ deep state-მაც დაიწყო ეს მიხვდა რა ეს deep state ესე ვთქვა რა რასაც ეძახიან რომ ესეთი იდეოლოგიით წაგებული ომია აი უყურეთ რუსთაველზე რაც არ უნდა მილიარდები ხარო აი ყველა მიწის რაფი არ გამოუვა აი რაც არ უნდა მილიონები ხარო აი რუსთაველზე რო ჭუჭყინებს იმათ ფულები აძლევ ის მიზანი რაც ჰქონდათ ნუ გარდაუვალი მაგი არ მოხდება ანუ რა უნდა ქნას ხო იმიტომ რომ თვითონ იქ და ის სამყაროს მიხვდა რომ ტრადიციულ სამყაროსთან ანუ ესე ვთქვათ კონსერვატულ სამყაროსთან ყველა ფრონტი წააგეს მეთქი რომ და უკვე სიღრმეში იმხელაზე შედიოდო რომ რა ვიცი ახლა არ მისულიყო ბირთვულობა ამიტომ თვითონ დაიწყე თვითონ შეიძლება deep state-ია თუ რაცა თვითონ შეიძლება იმას შეცვალა იმან წამოწიესა და რა ვიცი ჩლიან იქაც ჩლიან
და ყველა მის აი ეს რაც იყო USAID-ები დაფინანსებები სხვადასხვა მოსამართლემ რამოდენიმე პროგრამა რომელიც გააჩერა ტრამპმა აღადგინა სასამართლომ 500-მდე პროგრამა აღადგინა ესე ხო და ანუ მაგას ვიძახი ძალიან რთული იქნება იქ ეგრე ადვილი არ არის ამერიკაში ეგრე არ არის ხო არა მაგრამ საქმეა შეიცით თვითონ იმ ძალას რომ აი ჩვენთვის რა არის კარგი რომ ჩვენთვის ვერ შეწყდება ჩვენთვის რაღაცა ვიღაცისთვის გამოგვიყენონ ომში ჩასართულად აი ეს პრობლემა მოიხსნება რაც მოგწევს სტაბილურობას სამეზობლოში და განვითარებას თუ დაინახავთ ეხლა ჩვენი პრემიერის ეს გრანდიოზული ეს ინვესტიციები ეს ექსკლუზივით გეუბნებით ეს მარტო 6 მილიარდი არ იქნება სხვა სახელმწიფოები ნორმალური და ეს მარტო საქართველოსზე არის აი მაგ 6 მილიარდი ბოდიში ერთზე მაგ 6 მილიარდის ინვესტიციას მინდა შევეხოთ ჩვენ ნუ არის ძალიან ისეთი საზოგადოებაში შექმნილი ამაზე პოზიციები რომ ამ 6 მილიარდის უკან არის ძალიან დიდი საფრთხე რომ იქ არაბები ჩასახდებიან აჭარაში და თბილისში და ამითი ჩვენს ქვეყანას შეექმნება პრობლემები და ბევრი ამაზე ძალიან ისე კაფიო და ღიად და უმახიანად საუბრობს. აი თქვენ რას ფიქრობთ აი ამ 6 კიდე ერთხელ ესენი ეძახიან რაღაცა ულტრა თანამედროვე რაღაცებს აშენებაო ხო მე ვეძახი ეს არის საქართველოს უსაფრთხოებაში კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგმული. ანაკლიის პორტი იქნება, სარკინიგზო იმის აღდგენა იქნება, 1000 მაგისტრალების გაკეთება იქნება. ჯერ სადახართ კაცო, ტრილიონამდე ჩაიდება საქართველოში ფული. ტრილიონი, ის იმას კერიშოს რომ არიქა ეხლა ვიღაცები ჩამოდიან და ამას ქალა. არა კაცო, ის იქნება ესე ვთქვათ, ერთადერთი მწვანე ხაზი შორეულ და ახლო აღმოსავლეთის ერთადერთი, აი ხალხს უსმენ, ერთადერთი სხვა არ არსებობს. გამორიცხულია სხვა არ არსებობს. რომელიც იქნება ევროპისკენ, ანუ ანაკლიის პორტისკენ. ამიტომ იქ ყველა სახელმწიფო ჩადებს თავის თავს. აბა როგორ გინდათ, კაცო, ეს ჩვეულებრივი ის არის. ამიტომ ეს ფული არის ეხლა ხალხმა კი გასაგებია ისტორიული შიში გვაქვს, გენეტიკური შიში გვაქვს ეგეთი, რომ ისტორია გამოცდილება გვეუბნება, რომ აი დაპყრობით თუ დავდაცვაში ცხოვრობთ რა, თენი ჩვენი არსებობა. გავიგე სწორი რეაქცია საზოგადოებისგან, მაგრამ საერთოდ ახლოს არ არის რასაც ესენი აღწევენ რაღაცებს აი ზოგი ერთები არიქა დავიკეთილ და სოფლების შენდება და არაფერი მსგავსი არ არის კიდევ თუ ისეთ ტვინი აქვს და ვისაც ცოტა აზროვნება შეუძლია ვეუნები ჯადოსნურ სიტყვას საქართველოს უსაფრთხოებისთვის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაედგა ეს არის ის ვითი საშუალებად შემიძლია ახლა გითხრათ ეს 6 მილიარდი მარტო არ იქნება ნიკოლოს ძალიან ბევრი 6 მილიარდები იქნება ამ ქვეყანაში. ერთ-ერთი ეკონომიკურად წარმატებული და სტაბილური ქვეყანა იქნება. განა იმიტომ ვიღაცას ქართველი მოსწონს. ღმერთმა ესეთი გეოგრაფია მოგცა, კაცო. ესე დაჯდა რასკლადი ესე ვთქვათ. დაგერ ნახავთ, კაც ეს პროცესი მალე დაიწყება. თანაც ვიტუბედეს გარეთ განვითარებული პროცესები პირდაპირ მიანიშნებს იმას, აი რასაც ახლა მე და თქვენ ვლაპარაკობთ. პროსტო ზოგს ამის დანახვა არ უნდა ზოგს უნდა რომ ესე იგი რაც ცუდი ილაპარაკებს ქვეყანაზე მით უფრო გონია რომ რეიტინგი ეწევა აბდოს არაფერი მსგავსი თორე თქვენ კარგად იცით როცა რაღაცა არ მოგწონდა მაგ სტუდიაში ვიჯექი რომ თქვენ მაჩერებდით რომ ნუ ესე ძალიან რო არ გადავემრა შემინა ამიტომ ის მოჩლოკა მითით რომ მე არ მიყვარს მაგრამ ეს არის ძალიან გენიალური ნაბიჯი არა მე ხარ შემიძლია ანუ დივერსიებთან რა გვაქვს საქმე, როდესაც ამ ინვესტიციებზე არის რაღაც უარყოფითი საუბარი, ხო? ხო, კიდე გეუბნებით, ზოგს ამით პოლიტიკური რაღაცის დაწერა უნდა ფულის. თვითონაც კარგად იციან, რომ ეგ საფრთხე არ არსებობს. თვითონაც ბრწყინვალედ იციან. მაგრამ უყურეთ, როცა უხსნით და ხალხს ეუბნებით, ბიჭო, მარტო საქართველო იქ აფხაზეთი და პროფიტები პაკეტია კაცო ნუ მალაპარაკებთ აქ რაგინაც გამოვიდეს და ხელისუფლება ესე გითხრათ არის საკითხები რომელიც არ ითქმება საჯაროდ შეიძლება დაზიანდეს სიტუაცია მაგრამ ხალხს ვეუბნებით ისი შიშიც აქვს ეს რაღაცა არაბების ჩამოსახლება და რაღაცა მსგავსი ახლოსაც არ არის აი ახლოსაც არ არის დაჟე რა გასაგები ბატონო ბრავიც ახლა კიდე გონი მე ენას არ მოუჩლიკავდი არავის გამო გასაგები აი კიდე გონი და კიდე მარტო ეს 6 მილიარდი იქნება ბევრი 6 მილიარდი იქნება ბევრი სამუშაო ადგილი იქნება
აგერ ნახავთ ყველა თქვენ ჩვენ თვალწინ ეს ყველაფერი კალეიდოსკოპური სისტემით მოხდება. ისე ვითარდება. მაგრამ აქ ერთი პრობლემაა. როგორც სატელეფონო საუბრის მერე გამოაცხადა ტრამპმა და რუსეთმა, ველოდება რუსეთის შეასრულოს ტრამპმა მიცემული პირობა. კი ბატონო, ომი არ გაჩერებულა. ხოდა რავი, ეხლა ნახოთ როგორ შეასრულებს ის სამყარო თავის პირობას, მე გეუბნები რომ ძალიან გაუჭირდებათ, ძალიან მე სოლიდარული ვარ, ყველანაირად ხავს უჭერ უკვე. даже იმასაც დავივიწყებთ, რომ აი იმ ცხენას რომ ესე აი მეორე მსოფლიო რაღაც სიგიჟები რო ილაპარაკა, საერთოდ არ მაინტერესებს. მაგრამ ოღონდ ის პირობა შეასრულოს, რაც სატელეფონო საუბარში ითქვა, ყველა ვხვდებით რაც. ხო? რატომ ჩვენი ქვეყნის პირდაპირ განვითარებას ნიშნავს მაგ და გამრავლებას რა თავარია. გასაგებია. დიდი მადლობა პაატა, ძალიან საინტერესო იყო საუბარი და ღმერთმა გისმინოს რომ აი რაც თქვი ბოლოს რომ მართლაც კიდევ ბევრი 6 მილიარდი ინვესტიცია ყოფილიყოს ჩვენს ქვეყანაში. და ერთი მინდა ბატონო ნიკოლოზ. იგი დააბატო რა, დი ბატონო. ბატონო ნიკოლოზ დასასრულებისას არ შემიძლია რა თქვა ჩვენი ძალოვნებს, ჩვენ პოლიციას და სახელმწიფო უშიშროების სამსახურებს უღრმესი მადლობა მოუხადო. გაწეული 3 წლიანი ტანჯვისთვის. მე ვიცნობ და თქვენ კარგად იცით რომ ვიცნობ ახალს და თქვენ წარმოდგენა არ აქვს. უბრალოდ მინდა ხელისუფლებამ რაღაცა სიუჟეტები მიუგზნო და აგზნობინოს ჩვენი მხარდაჭერა. კაცო, ტელევიზიით აგზნობინოს საზოგადოება, მაგათ გვერდებს გევართ, კაცო. აი ეს აგზნობ განახორ მაგათი ოჯახები რომ ტრადიციული თითო ის სპეცნაზელი იქნება თუ იმის ოჯახი როგორ ცხოვრობს ძალიან გვაინტერესებს ხალხს კაცო რა არის ეს არის მაინდა-მაინც ერთი დადებითია გაუშვით კაცო და განახეთ გმირები კაცო რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები მაგალითი იყოს კაცო რომ შვილმა ის კამიტა ყურებ გახრეტილი და გაკრასკული ბიჭებზე შვილიშვილმა მითქას ბაბუ აი ესეთი მინდა გამოვიდე რომ ბავშვის წვიში დაილეკოს ის არის ნორმალური და არა ეს კაცო ლაზარე რაღაც მამაცარლები აი ეს მინდა მე უთხრა მინდა ყველაფერი კარგად იქნება ძალიან კარგად რა ვიცი სხვაგან ევროპაში კაკაშკებს აცხავენ ადმინისტრაციის შენობა და რა საქართველოში ევროპის ჩემპიონატს ვატარებთ ხო რა ვიცი გასაგები პაატა ბულაძე იყო ჩვენთან გადაცემაში და ერთ რამეში დავეთანხმები მართლაც იცით რა არის მე ყველა პროფესიას პატივს ავცემ მაგრამ მარტო იცით აი ამ ეგრეთ წოდებული პეროგარჭობილი ინტელიგენციის წარმოჩენა რომლებიც ყველა გადამწყვეტ მომენტში ყიდიან ქვეყანას მე არ ვიცი აი ხა თქვენ დაინახეთ რომ როდესაც კრიტიკული მომენტები იყო სახელი და გვარების დასახელებაც არ არის საჭირო თქვენს კარგად ხვდებით სად იდგნენ ეს ხალხი აი ბოდიში და სადაც ფული არის ისინი იქ არიან და ქვეყნის ინტერესებს საერთოდ არ უყურებენ და ამიტომ მართლაც სწორი არის რომ აი ეს ბოლო წლები რაც გადაიტანა ჩვენმა პოლიციამ გადაიტანა ჩვენმა ძალოვნებამ ამას მართლა ჭირდება დაფასება იმიტომ რომ აგინებდნენ ლანძღავდნენ ამ პოლიციელებს ლაფშისვრიდნენ და პოლიცია იდგა მედგრად მე მადლობა მინდა უთხრა თვითონ ხელმძღვანელობას ვინის ყველას ვინც კი აი ეს განახორციელა რომ ქვეყანაში ყოფილიყო ის პროცესები რომლებიც ჩვენ ამ პროცესებმა მიგვიყვანა სამშვიდობოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქვეყანა ვერ გაუძლებდა ამ წლებს. ახლა როგორია რომ აი ესეთი მუდმივი სტრესი, ერთი შეცდომის არავინ არ გაპატიებს და ამაზე უნდა იყოს მართლაც გარკვეულწილად აქცენტები, რომ ხვალ და ზეგ იგივე ამ უწყებებში ადამიანებმა წასვლის სურვილი გამოთქვათ. ჩვენ კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი გახსოვთ ალბათ სააკაშვილის დროს იყო კლიპებს იღებდნენ შსს-ზე იღებდნენ. კი, მაშინაც იყო იქ პატრიოტსანი ხალხი შეიძლება, მაგრამ გვახსოვს რისთვის იყენებდა პოლიცია სააკაშვილი, რა საშინელებებს აკეთებინებდა. დღეს ეს პოლიცია საშინელებებს კი არ აკეთებს, ქვეყანას იცავს. და რასაც ეგენ ითმენენ, იქ მართლაც ეს არის რავი, ენით აღუწერელი როგორია, რომ აი რა პირტიტველა გოგო ბიჭები ლანძღავენ, აფურთხებენ ამ პოლიციას და ეს ყველაფერი გაუძლო შენ ამას. და კაცი რომელსაც აი ხა გინდაც ის აჭარის პოლიციის უფროსი, შეურაცხყოფა მიაყენეს, სახეში გააწდეს სილა. და ესე იგი ეს ამაღლობელი წარმოაჩინეს იმათ რა, რაღაცა გმირად.
სირცხვილი არ არის მე იმ ჟურნალისტებს აი მყავს სოციალურ ქსელში მეგობრება და აი უყურებ და როდემდე აი სადამდე უნდა დაეცეთ მართლა რა აი რა ვერ გავიგე რანაირად არის გმირი ეს კალი პოლიციას რო უთავაზა და მე კიდე აბსურდს რო ლაპარა ვითომ შეაფურთხა მაგისი დამამტკიცებელი რო გქონდეთ თქვენ აქამდე ხო თავს წავჭავდით თქვენ შეიძლება ესეთი მოიგონო ყველაფერი ადამიანებზე და დიახ უნდა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა ის ვინც პოლიციაზე ხელს აღმართავს. ეხლა პოლიციელიც ეხლა მამა აბრამის ბატკნები და ანგელოზები კი არ არიან კაცო შეიძლება ვიღაცა შეცდომა მოუვიდა თუ მოუვიდა ადე კიდე გაასაჩივრე კანონიერი მეთოდებით იბრძოლა. ეხლა ვიღაცა არ მოეწონოს და ეხლა იქ სილა გააწნას ეგრე ხო ქვეყანა ჩამოიშლება სად გაგონილა ეგეთი რაღაცა. ამიტომ აუცილებელია რომ ქვეყანაში ყველა პროფესია იყოს დაფასებული. განსაკუთრებით ის, რაზეც დგას ეს ჩვენი ქვეყანა. არ ეხლა აი ამ ტოქ-შოუებში რო იწევთ, კაცო, ამ ბოდიში და 9ჯერ გათხოვილ ქალებს და 8ჯერ ბოდიში და რაღაცა საშინელება გაკეთებოს. ეხლა რა ვიცი მე, ერთხელ გათხოვება, კაი, ადამიანი შეიძლება შეეცდეს 2ჯერ, მაგრამ ეხლა 9ჯერ გათხოვება, უკვე ბოზობაა. და რას გვაყურებინებთ ამ ყველა დღე ამ ბოზებს რა? თა ყოყვებიან ყველა თითეული თავის ქმარზე ვის და რა გურთიერთობა ქონა და მე ბოდიში და ამაზე მე ამაყობენ რომ მე ადარებენ ერთმანეთს ვის უფრო როგორ რაღაცა და რანაირად რა უბედურება რა არის აი მოიყვანეთ მრავალშვილიანი ოჯახების სტუდიაში მოიყვანეთ ის პოლიციელები ჯარისკაცები სპეცნაზელები და წარმოგვიდგინეთ და გვაჩვენეთ ეს ხალხი კაცო დავიღალეთ უკვე ამ ბოზების ჩვენებით რა უბედურება რა დრამეში მაინც ადგებოდნენ ქვეყანას რა. ხან სააკაშვილის ლოგიში იყვნენ, ხან ბოდიში და იმას რა ქვია, შევარდაძეს იყვნენ კლავებზე ჩამოკიდებული და ესენი უნდა ჩვენ განვადიდო თურმე და აღმატებულად ვილაპარაკო. უნდა მოეხსნათ ყველაფერი დაფინანსება ამ ადამიანებს. და მოეხსნათ ყველანაირი პრივილეგიები, იმიტომ რომ პირველი ვინც იდგა იქ აი ამ ქვეყნის დამაქცევრებთან აი ეგენი იყვნენ ზუსტად იქ ხო არ და არავინ არ უნდა დავიწყებას მიეცეს ვინც აი ამ ძნელბედობის პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა ვინც საქართველოს წინააღმდეგ აი ეს ბოდიში და ადამიანები რო ყავს ჭოლა აი ეს კახუჩელა მახუჩელა ჭურჭუმიები ეს თეატრისა და კინოს მსახიობები არავინ დავიწყებას არ უნდა მიეცეს ესენი ყველა უნდა ახსოვდეს ვინ უღალატა საქართველოს ჩვენ რო ერთხელ ვაპატიეთ ამ ნაძირლებს ორჯერ ვაპატიეთ იმიტომ არის რომ ეს სისტემატური ხასიათი მიეცა და თან მე ესეთი იდიოტობა მე არ გამიგია კაცო ადამიანები ქვეყანას ღალატობენ და მაინც ვითომაც არაფერი ეს პრივილეგიები აქვთ ეს მანქანები აქვთ ეს ბინები აქვთ ყველაფერი აქვთ და ეგერ ის განათლებაში დასაქმებული ადამიანები კაპიკებს ღებულობენ მაგთან შედარებით რა პრივილეგიებით სარგებლობენ კარგად ვიცით ამიტომ უნდა შეიცვალოს მიდგომები მეგობრებო წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცი ეს ქვეყანა ჩამოგვექცევა არ შეიძლება ყველა პროფესია უნდა იქნეს დაფასებული მე ეხლა ამ ინტელიგენციაზე რო ვლაპარაკობ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვერ ხედავდე რომ იქაც არის ღირსეული ადამიანები მაგრამ არ შეიძლება მარტო ტელეეკრანებზე ჩანდნენ ეს ხალხი მარტო გინახია თქვენ გამოჩენილი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, გამოჩენილი მაგალითად პედაგოგი, რომელიც აი დიდი გინახია თქვენ ეგ იმაზე რა ქვია, ტელეეკრანებზე, რატო? რა ესენი არ არიან ქვეყნის პატრიოტები და სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანები? მე რა რომ ვიღაცა კლიპს არ აკეთებ, კლიპსაც კიდე თორე რამეს ღირებული შეიქმნა. აი ხა სასწაული არა გუშინ უყურებდი რაღაც აი რაც ამ ბოლო პერიოდში აი 30 წლის მანძილზე ფილმები შეიქმნა ალბათ 1-2-3% არა რაღაცა ცოტა ღირებული როა აი 97% არის ნაგავში გადასაყრელი ამ ფილმებისა რაში დაიხარჯა ფული და იმიტომაც არის რომ აი ესეთი თაობა რო წამოვიდა მე ამ თაობას მიმართ ახალგაზრდებზე პრეტენზიები არ მაქვს მე მაქვს პრეტენზიები აი ადამიანებთან რომლებმაც აი ამას მისცეს საფუძველი რომ შექმნილიყო გარყვნილების პროპაგანდის ინსტრუმენტები და ამას საფუძველი დაუდო განათლების სამინისტრო მე დიდი იმედი მაქვს რომ აი რაღაც ცოცხით გამოყრიან განათლების სამინისტროდან იქ ხალხს ცოცხითა და პოლისჯოხით არც ერთი გასაჩერებელი არ არის და ჩვენ რო გქონდეს სახელმწიფო დასაჭერებიც არიან იმიტომ რომ მათ აუთეს წვანეშუქი საქართველოში განათლების სისტემის გრევას დღეს საქართველოში ბავშვებმა წერა კითხვა არ იციან სკოლებში და შემოიტანეს რაღაცა სულელური მეთოდები, რაღაცა ისეთი იდიოტური მეთოდები დანერგეს, რომელმაც საქართველოში განათლების სისტემა მოკლა. აი გახსოვთ ალბათ თქვენ
ჩაის გადარჩენის სურვილი თვითონ შემოვიდა საქართველოში გერმანული კომპანია მარტინ ბაუერი და მთლიანად გაანადგურა ჩაი. აი ეს უნიკალური სახეობა. მოსპო ჩაის ფაბრიკები განადგურდა, ჩაის საერთოდ პლანტაციები გაქრა. იგივე გაკეთდა აქაც. შემოვიდა ეს ამერიკული მეთოდი ბოლონიის სისტემაზე გადავედით, ვითომ ესე იგი საქართველოში აქამდე განათლებული ხალხი არ იყო. ერთი მაინტერესებს აი ეს ეგრეთ წოდებული, აი ეს ამ სისტემაში სისტემა გავლილი ახალგაზრდებმა რამე ღირებული თუ შექმნეს. შეადარეთ აი იმ საბჭოთა ეპოქის განათლება სისტემა, განათლება მიღებული ადამიანები და შეადარეთ ესენი. რომ თავი წამჭამეთ უცხოეთში რაღაცა ისწავლა მაინტერესებს ამ უცხოეთში დამთავრებულებმა რამე გააკეთეთ თქვენ? რამე შექმნით ისეთი, ვიდრე აი იმ საბჭოთა განათლების სისტემაში შექმნილმა ადამიანებმა. შეადარეთ ერთი რა ქვეყანა შექმნეს იმ ხალხმა და თქვენ რა თქვენ შექმნით ქვეყანა, რომელიც ბოდიში და ამორალური, ყოვლად ესე იგი გააღწნილი სისტემა. ბევრი რამეა შესაძლებელი მეგობრებო და ვისურვებდი რომ ცოტა დაჩქარებულ ტემპებში მოხდეს ამ ყველაფრის ცვლილება, იმიტომ რომ დრო ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს. აგერ გაგვეზარდა თაობა, რომელიც აი ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან კი არ გამოდის ამერიკის და ევროპის ინტერესებიდან. იმას კი არ ფიქრობ საქართველოს რავდა. მე ევროპელი ვარ. თუ გინდა ევროპელობა წადი შვილო, მე ქართველი ვარ და საქართველოში მინდა ყოფნა. შენ თუ თვლი თავს ამერიკელად და ევროპელად, მაშინ ამ ქვეყანაში ნუ იცხოვრებ. არ გინდა შენ ამ ქვეყანაში ცხოვრება მაშინ. და ბევრი წილად უნდა გადაიხედოს კიდე ამ შობლებს მინდა მივმართო რა. აი ამ ჭეკლასის უნივერსიტეტებში რო უშვებთ ამერიკაში და ევროპაში, თქვენ გონიათ იქ რამე ცოდნით მოდიან? ამერიკაში და ევროპაში არის სულ რაღაც ცითებზე ჩამოსათვლელი უნივერსიტეტები, სადაც არის კი ბატონო სწავლა. მაგრამ დანარჩენი იქ ისეთი უნივერსიტეტებია, საერთოდ არ ზღირს იქ ადამიანის გაგზავნა. და ამის დათელი დასტური აგერე აი ჩვენი ქვეყანა რა შეძინეს ამ სახელმწიფოს იმ ხალხმა ვინც იქ ეს უნივერსიტეტები მოიარა რა შეძინეს არაფერი პირიქით უარესობისკენ წავიდა ჩვენი საქმე მე ამით მინდა დაგემშვიდობოთ ძვირფასო ტელემაყურებლებო დღევანდელი ჩვენი ეთერის განკუთვნილი განაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა ჩვენ შევხვდებით უკვე ხვალ ტრადიციულად საღამოს 9 საათზე კარგად ვსანდებოდეთ